მე და ჩემი პარტნიორი და მეგობარი ირინა ჯიბუტი ერთმანეთს შევხვდით, ორივე ვართ კერამიკოსები და მივხვდით, რომ გვჭირდებოდა სამუშაო სივრცე და გავხსენით სტუდია ჩემს სახლში, სადაც არავინ არ ცხოვრობდა და შემდეგ უკვე დაახლოებით 1 წელიწადში გადავედით ფაბრიკაში. ანუ უბრალოდ რაღაც შემთხვევითობა იყო ესე ვთქვათ, რა ჩვენი მიზანი კი იყო სახელოსნოს გახსნა, მაგრამ არ გქონია მოლოდინი, რომ რაღაც ესე ძალიან გავიზრდებოდით, როგორც ვთქვათ, ახლა არის კერამიკ სტუდიო 1300. ციხესთან ურთიერთობა არის საკმაოდ საინტერესო, თერაპიულიც, მაგრამ ასევე როცა ვთქვათ ეს უკვე სამსახურს ეხება და რაღაც ვთქვათ დედლაინები გაქვს და რაღაცა მოსასწრები გაქვს და გეჩქარება, იქ უკვე თერაპია აღარ არის, მაგრამ არ ვიცი, მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მიხარია, რომ ეს პროფესია ავირჩიე სრულიად ისე არა გამიზნულად. ჰობი მაქვს, კი, დრამზე უკრავ, დავდივარ უკვე 2 წელზე მეტია. და კიდევ ერთ ინსტრუმენტზე მინდა რომ ვისწავლო დაკვრა. კონტრაბასი არის ეს ინსტრუმენტი და იმედი მაქვს, ოდესმე ვისწავლი. როგორი დედა ვარ, არ ვიცი, ხა ესე რთულია რომ თქვა ჩემ თავზე. იმედი მაქვს, კარგი დედა ვარ. ჩემის გარაც ვისწავლე არის ის, რომ ეგ არის, აი, უზომოდ მეგობრული და ბავშვობიდანვე ყველაფერს უზიარებდი ნებისმიერ ამის თინეიჯერობის ასაკიდანაც კი და მინდა რომ თქვათ მეც ჩემ შვილებთან 2 გოგო მყავს და მინდა რომ მქონდეს იგივენაირი ურთიერთობა და მართლა რაც არ უნდა ხდებოდეს პირველი ურეკავ ჩემს რომ და უყვები თქვათ მე ამ ფაქტებს ნებისმიერ თემაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემთან მქონდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ასევე როგორც მეგობრული, ასევე მქონდა ძალიან დიდი რიდი. მის თქვათ ყოველ სიტყვას ჩემზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და თუნდაც აი რაღაცა პატარა შენიშვნასაც ყოველთვის ვითვალისწინებდი. ვიღაცის სიტყვა რომ შენთვის კანონი არის, აი ეგ ადამიანი იყო ჩემთვის ნიკო. გეგონებოდა არავინ ყავს. ვარსკვლავმაც ალბათ იფიქრა ასე, მოსწყდა მიუჯდა პატარა სწამს.